და ეს თავზე როგა გადაფარებული ის უნდა გადაგიყო? სამწუხაროა ავტომატს არა, კარგიც გამოდის. რაზე წერ მაგალითად დღეს? საერთოდ რაზე მუშაობ? ახლა სად მივდივართ? მივდივართ ჩვენ საბანაოს. კოპაძეების საბანაო. კოპაძეების საბანაო ქვია ამ ადგილს, სადაც ჩვენ მივდივართ. ცოტა ნელაროია რომ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ყველაფერი შემიძლია. მერე არის რა კოპაძეების ეგონ ცხოვრობენ და ალბათ იმათი სახელია, ალბათ ესენიც ჩვენსავეთ კოპაძეები ერთად ჩამოდიოდნენ მდინარეზე და დაერქვა ამ და ყურე ხო კოპაძეების ადგილი. იმას ქვია სვანიძეების ორენი. აჰა. არ ვიცი რატო ქვია მდინარის თამისება, ზოგადად არ არის ისა. და თქვენც ხო იმისავდით. ჩვენც არა, ჩვენ თვითონ შეარქვა, ხალხმა შეარქვა ქვემოთ ადგილს ყურაშვილების საბანაო. აჰა. ანუ მე რას ვიცი ამ მცირე მონაკვეთში. ხო. სამი გვარი მაქვს გაგონილი, იმიტომ რომ ზოგადად მდინარე არავისი არ არის, მდინარე ყველასია. ჩვენს ქვეყანაში ასე იყო და ასეც უნდა იყოს, მდინარე არავისი არ უნდა იყოს კონკრეტულად. მაგრამ როდადრო ეპატრონებიან ესეთ ზოგადი იმითი აზრით და მე უკვე იძენს ეს საინტერესო. იძენს სახელებსაც ამის მიხედვით. და უკვე ტოპონიმებიც გამოდის. ხა ჩემს მეხსიერებაში ხო იყო იქეთ კოპაძეების საბანაო. ხო. ამას ეძახდნენ სვანიძეების ორენს, მორევს ანუ. და იქ უკვე ჩემს მეხსიერებაში უკვე აგერ შეერქვა ყურაშვილების საბანაო. ჩვენ ხო ყურაშვილები ახლა ბაღდადში ჩვენა ვართ ყურაშვილები, ბაბუა. ანუ არ არის ეს როგორც ფურცელაძეები, რობაქიძეები რაღაცა ორგანული ამ ბაღდათისთვის. მამა ხო დასიძებული იყო. ხო. אז ბაბუა კიდე ზეკარში იყო წასული ღვირი ნაკურალეშიდან. ასე რომ ყურაშვილების საბანაო გახდა ყურაშვილების ლეჩხუმორისა გვარი გახდა ორგანული ბაღდათისთვის. და კოპაძეების და სვანიძეების და ლაკიძეების და ფურცელაძეების და რა ვიცი. სხვა გვარების გვერდი და საინტერესოა ამდენად ეს. მე ვიცი რომ ის ჩამოდიოდით შენ ბავშვობაში ჩადი. ყველანი ჩამოდიოდით იმ ფევით ის ადგილი განსაკუთრებით მიყვარდა, იმიტომ რომ ახლოს იყო ჩვენ სახლთან ჩამოვიბრუნდით იქვე იყო. იქ იყო ჩვენი ინტერესების სფერო, ვეძებდით ხორტავებს, ვეძებდით პატარა სანამ ვიყავით, ვეძებდით ლიფსიტებს, ვიჭერდით თავსაფრით, ჩემს თავსაფრით. ხო. ამ ლიფსიტებს. მე როცა მოვიზარდით ანკესი ვისწავლეთ, ანკასის რომელსაც მე სამჭედური ქვია. იცოდი სამჭედური ქვია სახარებაში არის ასეთი სამჭედურები ჩაუშვეს მოციქულებმა და დაიჭერეს თევზი. აჰა. და ეს სამჭედური იგი ანკასია, ასე ამბობს საფუხანსაბა. ანკასი იგივე ანკესია, ანკესი ეს არის ნემსკალი. აჰა. და სამჭედური ეს არის მთლიანად თავის შემადგენლობით ყველაფრით, ჯოხით, ძუით და ანკესით. ნემსკალი. და მე რა ხდებოდა? ვიწერდი შედაობით, ვანაობით, ვიხებოდით მზეზე. ეს ვიცეკით იქ იყო ყურაშვილების საბანაოზე მე დაიშალა ალბათ ან წაიღო მე არ ვიცი. იყო უზარმაზარი ქვა. ძალიან დიდი ქვა. რომელზეც ესეთი ჩვენი ქოხივით იყო ეს უზარმაზარი ქვა. ეს დავიკავებდით ამ ადგილს ამ ქვაზე. ეს იყო ჩვენი სახლივით, ქოხივით რაღაცა. მე ბავშვობაში ვიყავ ძალიან რომანტიკული და ზევით აი ზედამხარეზე ყურაშვილების საბანაო ზედამხარეზე იყო ბევრი გვიმრები. და ვფიქრობდი რომ იქ ამაშენებია ქოხი, გვიმრებით გადამეხურა და მეცხოვრა. იქ ჩამოდიოდა ლენას ჭუკები. ამ ლენას ჭუკებთან ერთად მეცხოვრა იქ რაღაცა ჩემთვის. ეს იდეა შევთავაზე ჩემს და-ძმებს. მერე? შეგვეშენებია ქოხი, მაგრამ
ვერ მივედით საბოლოოდ ვერ შევჯერდით, იმიტომ რომ ეხლა რაღაცაზე ხო უნდა ქონოდა მას საბჯენები რაღაცა, ხო არ გადახურავ პირდაპირ. როგორც ქალაქში ბავშვებმა იციან შტაბებს აწყობენ, რაღაცებს აკეთებენ მიტოვებულ სარდაფებში, მეც მინდოდა მსგავსი რაღაცა ჩემს სახლს იქით მქონოდა ჩვენი სავანე. მაგრამ ძალიან ისეთი კრახით დასრულდა ეს ყველაფერი. მაგრამ მოცნება დარჩა და მე გახდა ჩემი სახლი, ჩემი საწერები, ჩემი ნაწერები, იქ შევეფარე, შევიყუჟე, შევემყუდროვე. ასე იშვება და იწერება ხოლმე. აი ესეთია ჩვენი ცხოვრება. და კიც მოვედით. კიდეც მოვედით. საბანოს. და ახლა ყურაშვილობის საბანოზე რატო არ წავედით? ყურაშვილობის საბანოს გავუკეთე ჯებირი. როგორ? ჯებირი გავუკეთე აქედან, ვერ გადააფრინდები, ახლა პარაშუტი თუ გადაფრინდები თორე ვერ გადახვა. აჰა. და ადრე მე მინიატურაშიც მაქვს თელია ზედა მხარე. მინდორი იყო რომ ჩამოივაკებდი, მინდორი იყო, დიდი ლამაზი მინდორი, ღილოიანი და ქვევით იყო თხმელები. და იყო პიტრო ბილიკი და ამოხვიდოდი ამ ბილიკით და ერთხელ მამ ანდრიას პატას ჯირკი რომ მოქონდა გადმოუვარდა იქედან იმ მინდორიდან და კინაღამ დაეცა მობანავეებს თავზე მახსოვს. და ეს იყო მე იქაც ამაკ მინიატურაში მე ერთხელის ტოტებზე იყო ტროსიკები გაკიდებული რაღაცები და აი ჩაკაიქცა მამა ანდრია და დეჩემს ისე ეშინდა რომ კიდე კაი თავში არ დაეცა ის ჯირკი ბებერთლა ჯირკი ხო მოქონდა შეშის მაშინ ხო გაზი არ იყო და მოქონდა იმისთვის რომ სანდედას ამე გაეკეთებია ზეთს მოემზადებია საკვები ერძი და გადმოვარდა ეს ჯირკი ეს მოიღო ზღართანი წყალში ლიპები იყო ესეთი პატარა და მე იქეთ იყო გადასახტომი ხო ეს ძალიან კარგი იყო მე ყველაფერი დაიშალა დაანგრიეს დაიშალა კალაპოტიც ცოტა რაღაც შეიცვალა აქ ხა შეცვლილია კალაპოტის ხანაირად ასე იყო ჩემი ცხოვრება და საინტერესო იყო და აი ამ დინარეს უმადლი ჩვენ რო კარგები დავრჩით თუ აი ჩვენში არის რამე კარგი იმის გარდა რაც მშობლებმა ჩადეს დანარჩენი მდინარე მიმუშავა კიდე კეთილშობილები გაქვთ და უფრო ისეთები მიმტევლები უფრო რაღაცნაირები გაქვთ და გესმის ისი ბოროტები არა აგრესიულები არა აქ ძალიან ბევრი უცნაური ადამიანები ჩამოდიოდა მე რომ დავწევ ერთი ცოტა ავაკეთებ ჩამოდიოდა კაცი და გვეშინოდა მისი შავანაძე იყო გვარად და ძალიან გვეშინოდა იმ ადამიანს ასე იყო ჩვენ საინტერესო იყო ძალიან ეს ყველაფერი კარგი დინარეც საყვარელია არ შეცვლილა იმ ხრივ რომ მაინც ისე საყვარელი დარჩა ხო